წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მესამე საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემორჩენილი. ცნობილია, რომ ის გახლდათ მწყემსი. ჰყავდა ცოლ-შვილი. მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით წმინდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაშიც მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. ერესი ნიშნავს მწვალებლობას. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდ ბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შექმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის გარდა მოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა. თავისი ვნებით გამოისყიდარა პირველქმნილი ცოდვა და თანააღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა და სულიწმინდისა. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბრინდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგესო. მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმოცხოველებული წვიმა ცვლიდა. გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი წაიწმინდებოდა. სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმინდანთან მივიდა ქალი, მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე აღუდგინა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმინდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმინდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმინდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა. წმინდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი. ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა. კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა მშვიდობა ყოველთა, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ. დასულისაცა შენისა თანა. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა. უფალო შეგვიწყალენ. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმამით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე ღვთისმსახურის გარდა იქ ვერავინ იხილეს. წმინდა სიმეონ მეტაფრასტი, ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი, მას პატრიარქ აბრაამს ატარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის საეკლესიო ისტორიაში ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმინდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან. დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ ტრიმფუნტელი სახლს მწირი მიადგა. მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა. სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადეო. ქალიშვილმა უპასუხა: სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმინდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა. გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა.
მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა: ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მას პინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა ყოველივე წმინდა არ წმინდათათვის. ზოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმინდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გადაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო რამდენიც სურდა, შემდეგ კი ამგვარადვე ზედამხედველობის გარეშე დაებრუნებინა. სოკრატეს სქოლასტიკოსის ცნობით კი, ერთხელ ქურდებს წმინდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებიათ და დაურწმუნებია დაეგდოთ უშჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია. წმინდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გამბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმინდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. გვფარავდეს წმინდა სპირიდონ ტრიმფუნტელის მადლი და ძალა ჩვენ და მთელს მსოფლიოს.